დავიწყოთ პირველ რიგში იმით, თუ როგორი განწყობები არის ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ისინი ინფორმაციას ავრცელებენ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან, საქართველოს მოკავშირეები არიან შოკირებული ქართული ოცნების ქიმიური იარაღის სკანდალთან დაკავშირებით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად აწვდიან ინფორმაციას საქართველოს მოკავშირეებს, საქართველოს პარტნიორებს თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ასეთი არის მაგალითად საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი, რომელიც ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და მან საქართველოს ქართული ოცნების მთავრობას პროქსი-პრორუსი მთავრობა უწოდა. დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს რუსეთის მხარდაჭერა. არა მხოლოდ 20%, არამედ ახლა საქართველოს 100%-ია ოკუპირებული რუსეთის მიერ. ესაა რეალობა. იცით, რომ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს დევნის პროქსი-პრორუსი მთავრობა. ამასობაში BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გასულ ნოემბერში დემონსტრანტების საპოლიციო ძალების მიერ დაშლის შესახებ. ამ გამოძიებაზე დაყრდნობით აკრძალული ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს იარაღი ბოლოს იყო გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის დროს და სამწუხაროა, რომ არც ერთი კომენტარი არ მოგვისმენია ევროკომისიიდან ამ ამბის გამოძიების საჭიროებაზე. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს უკვე გასული წლის ნოემბრიდან. 300 ადამიანია პოლიციის მიერ ნაწამები. იციან, რა თქმა უნდა, და ასევე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია იყო შოკი. მიუხედავად ბევრი ნეგატიური ამბისა, რომელიც მოდის და მოდის, ასე ვთქვათ, ზღვად და ტალღებად თბილისიდან. მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, ეს ამბავი იყო შოკი. დაუჯერებელი და ხანახან ვერც კი ლაპარაკობენ, იმდენად დამანგრეველი არის ეს ინფორმაცია ჩვენთვის, ჩვენი რეპუტაციის ზოგადად, იმიტომ რომ ესეთი ამბავი ყველა წოდება. ხარ გარეული თუ არა ხარ გარეული, საქართველოს მიმართ არის გარკვეულწილად ეს მიმართული. და BBC-ს გამოძიება აინტერესებთ შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა Washington Examiner-ში ძალიან საინტერესო და ვრცელი სტატია ქართული ოცნების ქიმიური იარაღის სკანდალთან დაკავშირებით, რომლის სათაურიც არის ქიმიური იარაღის სკანდალი იმსახურებს ტრამპის ყურადღებას და ამ სტატიის ავტორი ანი ჩხიკვაძე დეტალურად უყვება ამერიკელ მკითხველებს იმას, თუ რა დაადგინა BBC-მ, რომ შესაძლოა გამოყენებული იქნა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ქიმიური ნივთიერება და ის ამბობს ამ სტატიის ავტორი, რომ რეალურად ახლა ქართულ ხალხთან ერთადერთი ზეწოლა, ვისაც შეუძლია მოახდინოს ქართულ ოცნებაზე, ეს არის ვაშინგტონი. BBC-ს დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ ტოქსიკური კამიტი წყალს შეურია და შემდეგ 10,000-ობით მომიტინგეს წყლის ჭავლით შეასხურა. ეს მტკიცება დაუდასტურებელია, მაგრამ დაზარალებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები, კვირების განმავლობაში მიმდინარე სიმპტომების ამსახველი სამედიცინო მონაცემები და ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომლების ჩვენებები მიუთითებს ნივთიერებაზე, რომელიც გაცილებით ძლიერი და მდგრადია, ვიდრე მასების კონტროლის სტანდარტული საშუალებები. ქართველი ხალხის გარდა, რომლებიც რეპრესიებს წინააღმდეგობას უწევენ, მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია რეალური ზეწოლა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე. ვერც ერთი სხვა აქტორი ვერ აიძულებს თბილისს ეფექტურად დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, შეწყვიტოს პარტნიორების გაღრმავება ჩინეთთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ახლა სამაგალითო სუპერ სახელმწიფოს უწოდებს, ან შეაჩეროს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ქიმიური იარაღის სკანდალთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ არაერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებას და ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტის და ამ ვარაუდის უпростоრად საერთაშორისო გამოძიება, ნეიტრალური მიუკერძოებელი გამოძიება და ამ ყველაფერში მთავარი როლი აკისრია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის საქართველო.